გთხოვთ თქვენს თანხმობას. დიახ, ბატონო გიორგი, პოლსკის მეუბნები, დიახ, ყველა საკითხი ვიცი, დარწმუნებული ვარ თქვენთან შედარებით ყოველ შემთხვევაში. ბატონო ზურაბ, დიახ, ჩვენ ამას თემაზე თავის დროზე ავტეხეთ ერთი ამბავი, რომ ეს არ იყო სწორი გზა ქართული ეკონომიკის გაჯასახებისთვის. ეს იყო სოციალური დახმარება და დღეს ფინანსთა მინისტრი სწორედ ამას ამბობდა, რომ ეს აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სოციალური დახმარება და ჩვენ ამ სოციალურ დახმარებას ვხსნით, იმიტომ რომ სხვა სოციალურ დახმარებებში გადავიტანთ ამას ყველაფერსო. ჩვენ სწორედ ამას გედავებოდით, რომ ქართული ეკონომიკის გაჯასახება სჭირდებოდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას გადასახადების დაკლების თვალსაზრისით. მე მინდა ბატონ ზაქრო ქუცნაშვილს უთხრა, ბატონო ზაქრო, როცა ხვის მცდარ ინფორმაციაზე დაიწყებთ ლაბარაკს, იქნებ თქვენი 300,000-იანი პატიმრების რაოდენობა გაიხსენოთ, რომელსაც ყველა დაწყებული 2007 წლიდან დღემდე ჯიუტად იმეორებთ, რომ 300,000 პატიმარი ყავდა თურმე წინა ხელისუფლებას საქართველოს ციხეებში და დღეს ბატონმა ვახტანგიშვილმა იგივე გაიმეორა აბსოლუტურად უკიფრად, ისე რომ წარბიც კი არ შეხვია შუბლზე. ბატონებო, დღეს თუ აი ეს დღეს გამოტანილი საკითხი ნიშნავს ელემენტარულ ერთ რამეს. ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ დღეშია დღეს საქართველოს ეკონომიკა. დღეს საქართველოს აი აქ პარლამენტში ფინანსთა სამინისტრის მოადგილის მხრიდან, ხოლო საქართველოს მთავრობაში დღეს ფინანსთა მინისტრიდან საოცრებები ისმოდა. დღეს განიხილავდნენ საყდრის ყაჩაღიანის თემას. ბატონი ღარიბაშვილი 9 ლიტრის იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებიც იქ არიან დასაქმებულები და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას კარგად აუხსნა. ღარიბაშვილის ერთი ცნემლიც კი არ არის სინამდვილეში და არ ეკუთვნის იმ ადამიანებს და მე მინდა კარგად დაფიქრდეს ქართული ხალხი თუ რასთან გვაქვს საქმე. დღეს ფინანსთა მინისტრმა საინტერესო განცხადებები გააკეთა. წელს პირველად თურმე კაზრეთში ხელფასების ფონდი ჩამოვიდა 400,000-ზე, ხოლო მანამდე ეს იყო თურმე მილიონები. მანამდე ანუ როდის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. წელს თურმე პირველად ფინანსთა სამინისტრომ 9 მილიონი დააფინანსა პოლნისი. მანამდე თურმე თვითკმარი რაიონი იყო და თავისი შემოსავლებით იკმაყოფილებდა თავს. მანამდე ანუ როდის იყო თურმე ყველაფერი კარგად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წელს თურმე ყველაფერი ეს გაფუძდა და ჩამოიშალა. რა უქენით საქართველოს ეკონომიკას ესეთი, რომ ყველაფერი გააჩერეთ. ჩვენ დროს კაზრეთზე საბადოები მუშაობდა საყდრისი ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე ხალხო. მე გაგახსენებ თქვენ იმ ჭორებს, რომელსაც ბინცურად ავწელებთ, მოჭმული ძუძუების არ იყოს, რომ ოქროს მარაგი თურმე სააკაშვილმა მიითვისა და იცით ხალხო, რამდენი გადაიხადა ზემოთაღნიშნულმა კომპანიამ თავის დროზე, როდესაც მათ ლიცენზია მიენიჭა 110 მილიონი დოლარი. თურმე სააკაშვილმა თავის საკუთარ კომპანიას, როგორც თქვენ ავწელებთ ჭორებს, ეს მისიაო 110 მილიონი გადაახტევინა ქვეყნისთვის. თქვენ რას აპირებთ? თქვენ აპირებთ, რომ უფასოდ გაუგზავნოთ ამ ორგანიზაციას ლიცენზია. რატომ ბატონებო? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ამ უფასო ლიცენზიის გაგრძელების პირობით მიიღო საყვარელმა დეიდაშვილმა უჩამ ამ ოქროსაბადოებში წილი, როგორც ამბობენ. სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია უკვე ჩადებული ამ კომპანიაში. ამიტომ როდესაც ლაპარაკობთ იმაზე, თუ რა უხნა საქართველოს ამ ხელისუფლებამ და რას უშვებით თქვენ, შედეგებით ვილაპარაკეთ ბატონებო. შედეგებით დღეს თქვენ იძულებული ხდებით გაჭირვებულ ადამიანებს გამოუღოთ ბოლოულკმა. მე მინდა საქართველოს კარგად იცოდეს, რაზეა ლაპარაკი. თურმე ჩვენ ვაპირებთ სოციალური დახმარებების გაზრდას ვისხაბზე და ვიზია ლაპარაკი. მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ კარგად აიგოს, დაბალი ხელფასის მქონე ადამიანებს წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადი უკან უბრუნდებოდა ყველაზე დაბალი ხელფასების მქონე ადამიანებს და თურმე ამ ადამიანებისთვის იმ პატარა ლუკმის გამოღებით ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ დანარჩენი საქართველოსთვის სოციალური დახმარებები და რას უპირებთ ბატონებო მარგიშვილებს, რომელსაც 7,000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი. ქალბატონმა გუგული მწირა სომაზე გაცვაცა და განათლების სამინისტროში წეგან რომელი ამბობდა პრემიერზე ბატონი ზაქარია, ბატონი ზურაბი 153,000 გაქვთ ბატონებო ერთ თვეში ხელფასად გაცემული 153,000 ხაზგასმიდან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ და ყველა მოსახლემ კარგად გააცნო
გააცნობიეროს და შეუშვას ბოლომდე რაზეა ლაპარაკი. თქვენ დარბაისას 38,000 ლარი ერთ თვეში პენსიად გამოუწერეთ. თქვენ ზედელაშვილს, იმიტომ რომ თურმე მას უცხოეთში მკურნალობა ჭირდებოდა. ზედელაშვილს ანუ კაც რომელსაც აქვს უზარმაზარი ქონება და ამას ადასტურებს მისი დეკლარაციები და მისი მოწილეობა სხვადასხვა კომპანიებში თურმე გამოუყავით თუ არ ვწდები 18 თუ რაღაცა 30,000-მდე ლარი თუ არ ვწდები ბატონო 25,000 ლარი რომ იმიტომ რომ თურმე მას მკურნალობა ჭირდებოდა და ამ დროს თქვენ ადამიანები რომლებიც გვაკვედრით რომ უფასო ჯანდაცვა მიეცით ხალხს ყველია თქვენ არაფერი უფასო ჯანდაცვა არ მიგიციათ ხალხისთვის თქვენ არაფერი განსხვავებული არ მიგიციათ ხალხისთვის რასაც ნაციონალური მოძრაობა 2014-15 წლებისთვის ვერ გააკეთებდა თქვენ ჩვეულებრივი სადაზღვეო პროცესი გააგრძელეთ ჩვენს მიერ დაწყებული თქვენ პირდებოდით საქართველოს უფასო ჯანდაცვა ნიშნავს რომ ნებისმიერ თანხაში და ნებისმიერი ტიპის მკურნალობა უნდა ყოფილიყო უფასო ბატონებო და დღეს ჩვენ ყოველ მეორე დღეს გვიხდება მოსმენა როგორი თქო საქართველოს მოქალაქეები დავეხმაროთ ამათ ადამიანს იმისთვის რომ მას მკურნალობა ჭირდება დღეს პრემიერ-მინისტრი თქვენი პრემიერ-მინისტრი ტრაბახობს იმით რომ მისი ინიციატივით შეიქმნა სოლიდარობის ფონდი ანუ ფონდი რომლითაც ხდება ჩვენი შესაკრებლებიდან ჩვენი შენაწირებიდან ადამიანებისთვის ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში დახმარება კი მაგრამ თუ უფასოა ჯანდაცვა მაშინ ეს ფონდი რა საჭიროა ძალიან მაინტერესებს რა ამიტომ მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს სადამდე მიიყვანა ამ ხელისუფლების პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ხალხი ჩვენი ქვეყანა და დღეს ეს ხელისუფლება მივიდა იმ მდგომარეობამდე იმ უკიდურეს მდგომარეობამდეც კი რომ ბიუჯეტის ხარჯებისთვის თავიდან ასაცილებლად ბოლო ლუკმის ამოღებას უპირებენ ისედაც გაჭირებულ ადამიანებს ეს არის რის თქმაც მინდოდა და არა ის რომ ბატონო ზურაბ გიწოლებდით ამ ნაბიჯს ეს არ იყო ეკონომიკური ნაბიჯი ეს იყო სოციალური პროექტი და ამისთვის თქვენ თავის ძროზე რო დაგეთქვათ სოციალური პროექტი შეიძლება მაშინაც ხარი დაგვეჭირა და ამიტომ სწორად დაარქვით ბატონებო ყველაფერს თავისი სახელი და დღეს საქართველოში ძალიან დაბალია ხელფასები მე მინდა საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს წარმოების განვითარების გარეშე ინვესტიციების გარეშე ხელფასები მუდმივად იქნება დაბალი რატომ იმიტომ რომ სამუშაო ადგილები ცოტა და არის ძალიან ჭარბი მუშახელი. ერთადერთი შანსი ვერასდროს ვერ ვიქნებით გულკეთილი მეწარმის იმედად. ვერასდროს ვერ იქნება დასაქმებული. ერთადერთი შანსი რომ ხელფასებმა მოიმატოს არის ის რომ ბაზარი გაჯერდეს სამუშაო ადგილებით და მუშახელიზე იყოს მოთხოვნა წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ამ მდგომარეობაში იქნება ქვეყანა და ჩვენი პოლიტიკა სწორედ იმას უწყობდა ხელს რომ დროთა განმავლობაში საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ყოფილიყო ჩადებული, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოზიდულიყო, რასაც სამწუხაროდ წერტილი დაუსვა თქვენი ხელისუფლების პოლიტიკამ. ქალბატონო ეკა, სანამ გამოვიდოდი ვაპირებდი რომ ძალიან წყნარად გაფრთხილებოდი დღეს მაინც სამწუხაროდ ვერც დღეს ვერ შევძელით, ამიტომ ბოდიშვიხდი თქვენი ნაზიკურებისა და ცნობიარე განცდების წინაშე. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში გაწმნევთ, ვეცდები რომ რამენაირად თანდათან ნელ-ნელა ისეთ ტონალობაში გადავიყვანო ჩემი გამოსვლები რომ თქვენ დისკომფორტი არ შეგიქმნათ მოსმენის დროს. დიდი მადლობა. სხვა ფრაქციებს